მე ძალიან მომწონს და უფრო მეტად უხდება ჩემი აზრით ხალხში დამკვიდრებული სახელწოდება სკროლვა სკრინვის სამმართველო, რომელიც ბეჯითად შეუდგა თავის საქმიანობას და დაიწყო ადამიანების თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვა და სასამართლოები, რომლებიც თურმე ესე მოცლილები არიან, კიდევ უფრო მეტად უნდა დაიტვირთონ აი ამ სრულიად უაზრო საქმეებით. უაზრო არის ერთი მხრივ, თუმცა მეორე მხრივ გვესმის კარგად რა არის ამ ყველაფრის მიზანი, ხო? ამ ყველაფრის მიზანი არის, რომ ამ ქვეყანაში მოისპოს თავისუფალი აზრის გამოხატვის სივრცე სოციალურ ქსელში მათ შორის და ამას ფუთავენ რაღაც სიძულვილის ენით. ეს არის ერთ-ერთი რგოლი იმ ჯაჭვისა, რომელიც დაიწყო თავის დროზე ჯერ ჯარიმების გამკაცრებით, 5,000 ლარიანი ჯარიმებით, შემდეგ გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული პატიმრობით, განმეორებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებით, ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობის დაწესებით და ამისი გამოყენებით. აი ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელიც უფრო და უფრო მეტად ემსგავსება დისტოპიას, რომელიც ჩვენ ლიტერატურიდან და კინოფილმებიდან ვიცით, 1984-ის განსაკუთრებით იმ აზრის სამინისტროს ალუზიით და ემსგავსება ნაწილობრივ ტოტალიტარულ ქვეყნებს. ჩვენ არ ვართ ტოტალიტარული ქვეყანა, ავტორიტარული, ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში პრობლემას. თუ ამ პრობლემას ეს სამმართველო ვერ გადაჭრის, მაშინ რა გადაჭრის და რაშია გამოსავალი, ესეც გითხარ. როგორ უნდა გადაჭრას შინაგან საქმეთა სამინისტროს აი ამ სამმართველომ, რომელსაც რაღაც 10 თანამშრომელი ყავს, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი ეს პრობლემა. ან როგორ უნდა გადაჭრას სიძულვილის ენის მართლაც საზოგადოებაში დამკვიდრებული პრობლემა, რომლის დამამკვიდრებელი არის თვითონ ქართული ოცნება. ქართული ოცნების პირველი პირები. შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, სხვები და სხვები, რომელთაც სტანდარტი დაამკვიდრეს ღვარძლის, სიძულვილის, მოღალატეების ძახილის, სამშობლოების ძახილის. ხომ არ გვავიწყდება ეს ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებაშიც ძალიან ადვილად ერეოდნენ ხოლმე, ხო? ხა დიტო სამხარაძე გავიხსენოთ. და კადრები არსებობს, ხო? როგორ აგინებენ უშვერი სიტყვებით დემონსტრანტებს, გახსოვთ ხო ის კადრები ქართული ოცნების ოფისიდან? დიმიტრი სამხარაძის განცხადებებით გახდეს შესწავლის საფუძველი. ძალიან ბევრს ვიცინებ ეს რომ ასე მოხდეს და არ ვიცი თუ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ დიმიტრი სამხარაძე გაუყენოს იმ გზას, რომელ გზასაც გაუყენა სხვა მისი აღზრდილები, რა ვიცი, ზოგი საერთოდ ციხეში, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, არც ეს გამიკვირდება, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ორმაგ სტანდარტებზეც რო ვილაპარაკოთ, ანუ ესეც კი ზედმეტი არის. საერთოდ ამ სამმართველოს საქმიანობის შეფასება შეუძლებელია იმის პარალელურად, რომ ევროკავშირს დებენ ბრალს, რომ აი შერჩევითი პრინციპები და მიდგომები აქვს ჩვენთან მიმართებაშიო და შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებენ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასო, მაშინ, როდესაც პირდაპირ ევროკავშირის ფუნდამენტურ ბირთვი, ღირებულებები რაც არის და პრინციპები იმას არღვევენ ამ სამმართველოთაც და სხვა ზომებითაც. ბატონ გიორგიევ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გითხოთ ტელეკომპანია პირველის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ კადრებზეც, რომელიც დაკავებულ პირებზე რამდენიმე პოლიციელის ჯგუფურ ძალადობას ასახავს. ამ დღეებში უამრავი მწვავე შეფასება მოვისმინეთ. ამ მწვავე შეფასებებს კი თავის მხრივ ქართული ოცნების ხელისუფლების გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც თაღლითური სცენარის ნაწილად მიიჩნევს ყველაფერი იმას, რასაც ოპონენტები ამბობთ. თაღლითური სცენარია წარმოაჩინონ თითქოს 45,000 პოლიციელიდან რამდენიმეს გადაცდომა სისტემური დანაშაულია, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს, უნიათო მცდელობაა თავიანთი დანაშაულების უშველებელი მთა გაამართლონო, ასეთია მოკლედ ქართული ოცნების საპასუხო გამოხმაურება. აი, მოდით მართველი პარტიის პოზიციის კონტექსტში გითხავთ, რა გაძლევთ ოპოზიციაში საფუძველს, იფიქროთ და ამტკიცოთ, რომ ის რაც მედიით გავრცელებულ კადრებში ვნახეთ, არის არა ვთქვათ ცალკეული პოლიციელების გადაცდომა, სამი იყო ამ შემთხვევაში, ხო, არამედ სისტემური დანაშაული და სწორედ სახელმწიფოს პოლიტიკა. რა გვაძლევს ამის საფუძველს და რამდენიმე რამ. პირველი ეს არის არა კონკრეტული ეს რამდენიმე ფაქტი, რომელიც იყო გორში და რომელიც იყო მანამდე
ქობულეთშიც ვნახეთ, ხო? ქობულეთი და გორი. არამედ გვაძლევს ასობით შემთხვევა, რომელიც არის ვიდეო დოკუმენტირებული საპროტესტო აქციებზე, რუსული კანონის აქციების დროს, რუსული კანონების და 24 წლის ნოემბერ-თებერვლის აქციების დროს. ადამიანები, რომლებიც დაასახიჩრეს, აწამეს, სიკვდილის პირამდე მიიყვანეს. რა მაძლევს ამის საფუძველს? დათო კაცარავას შემთხვევა მაძლევს, ლევან ხაბეიშვილის შემთხვევა მაძლევს, ალეკო ელისაშვილის შემთხვევა მაძლევს, რომელიც პირდაპირ ასახელებს სახელებს და გვარებს. ალეკო ელისაშვილს ახლავს ხოთეჯორის ყოველდღიურ რეჟიმში ჩაუინიშნეს პროცესები, ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ისევე როგორც აი ეს კონკრეტული ცემა ძალიან დიდი და აბსოლუტურად ლეგიტიმური ეჭვის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს იყო მდინარაძის შურისძიება, ხო? სხვებზე და სხვებზე, თქვენს კოლეგებზე, გურამ როგავაზე, უამრავი შემთხვევა იყო, 300-ზე მეტი შემთხვევა, ეს ყველაფერი ხო მალულად არ ხდებოდა, ეს ხო შემთხვევით გადაღებული კადრებით არ იყო, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყველა ტელევიზიის მიერ. არსებობს ამისი კადრები. და ამბობენ რომ ეს ყველაფერი არ მომხდარაო. როგორ იყო? ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც 2024 წლის დეკემბერში ამ ყველაფერზე რეაქცია ჰქონდათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები უმძიმეს სასანქციო პაკეტში მოაყოლეს, მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს, აი ამის პასუხად ეს ადამიანები ქართულმა ოცნებამ და ირაკლი კობახიძემ წარადგინა ღირსების ორდენზე. აი ეს კიდევ ცალკე საკითხია საგარეო პოლიტიკური ასპექტი ამ ყველაფრისა. მე გვეუბნებოდნენ რომ ხო რაღაცა არანაირი გადაცდომა არ ყოფილა და ძალადობრივი აქცია იყო, მხოლოდ დემონსტრანტები ყოფილან დამნაშავეები. არაფერს ვამბობ იმ ტიტუშკებზე, რომლებსაც ოფიციალურად ფორმა არ ეცვათ. მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ აი მუნდირი ვისაც ეცვა, ფორმა ვისაც ეცვა, ოფიციალურად ვინც იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. არც ერთი ადამიანი პასუხისგებაში არ მიუციათ იდენტიფიცირებულებიც არ იყვნენ. იდენტიფიცირების პრობლემა კიდევ ცალკე პრობლემაა, ყველას ასეთ დროს უნდა ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი ნომერი. როგორი პრაქტიკა საქართველოში ადრე არსებობდა. მისი არგუმენტები აქვს, ქართული ოცნება რჩება იმ პოზიციაზე, რომ პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა ეს არის აკერმანის სახელმძღვანელოდან, თუმცა დაძველდა აკერმანის სახელმძღვანელოს მეთოდებო, ეს უკვე კახაკალაძეა, რომელიც გუშინ სწორედ ასე გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საპოლიციო ძალადობა ეს არის სისტემური პრობლემა. ადრე კი ვსვავდით ამ კითხვას, მაგრამ რადგან ისევ გააქტიურდა ეს თემა, რამდენად არსებობს ეს აკერმანის სახელმძღვანელო და რამდენად დევს ის ოპოზიციური პარტიების სამუშაო მაგიდას. აკერმანის სახელმძღვანელოდან კი არა, კრემლის სახელმძღვანელოდან არის თითოეული ის ნაბიჯი, თითოეული ის განცხადება, რომელსაც თავიანთი შხამიანი პროპაგანდისტული არხებით, არ გულისხმობ მხოლოდ ტელეარხებს, ონლაინ მედიასაც, ავრცელებს ქართული ოცნება და იმ პირებით, რომელიც მოაღეს ქართული ოცნების სპიკერებმა და ასე წყობრად ავრცელებენ სიბინძურეს სრულ კონსპირაციის თეორიებზე დაფუძნებულ ტყუილებს. ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია ვნახოთ სხვა მსგავს ქვეყნებში, მსგავს ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორც ხდებოდა ეს უნგრეთში, როგორც ხდებოდა ორბანის უნგრეთში, როგორც ხდებოდა ეს ბელარუსში, როგორც ხდებოდა ეს რუსეთში. ეს გავლილი გზა არის და ძალიან მარტივად შეუძლია თითოეულ მოქალაქეს ეს გადაამოწმოს. რაც შეეხება ამ ძალადობას, დავასრულებ ბარემ წინა კითხვის აზრსაც, ხო? ეს ყველაფერი არავინ არ დაუსჯიათ ამ დანაშაულებზე, როდესაც დაზარალებულად თვითონ ყავთ ცნობილი ადამიანები. ათობით ადამიანი არის დაზარალებულად ცნობილი და ვერავინ ვერ დააიდენტიფიცირებს, მხოლოდ 2-3 კვირის წინ თქვეს, რომ აი 5 სპეცრაზმელი რაღაცა მანქანებით დავაიდენტიფიცირეთო და პასუხისგებაში მიცეს. გორში რომ არ ყოფილიყო შემთხვევით გადაღებული თქვენი კოლეგების მიერ ეს ვიდეო კადრები, იქაც არავის არ მისცემდნენ პასუხისგებაში და ნოდარ მელაძის შოუში რო არ გასულიყო ეს კადრები, არც იმ პირებზე იქნებოდა ამხელა რეაქცია, რომელზეც გვეუბნებიან, რომ 4 წლის წინ დანაშაული მოხდა პოლიციის შენობაში. არავის არ გაუგია თურმე 2026 წლის თებერვლამდე მერე დააკავეს თურმე ეს პირები და გასუსული იყო. ასეთი ტიპის დანაშაული შენსავე უწყებაში რო ხდება, შენს შენობაში რომ ხდება. და როდესაც ყოველდღიურად ქრონიკას გვაჩვენებ, ხან ვიღაცა ნარკორეალიზატორს რო იჭერდა, ხან შავი სამყაროს წევრების ფარულ ჩანაწერებს რო გვასმეინებ, ამაზე უნდა სდუმდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აი ეს არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. კი ბატონო.
Amnesty International-ის ანგარიში მოხვდა საქართველოს და ქართული ოცნების ხელისუფლება სწორედ მისი პოლიტიკის და იმ ნაბიჯების და გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც ბოლო წლებში ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება მოკლე პერიოდში შექმნა რეპრესიების დახვეწილი არქიტექტურაო. Ამას ამბობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მთავრობასაც და ამავე დროს ევროკავშირსაც და საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართავს კონკრეტული რეკომენდაციებით. საქართველოს მთავრობის შემთხვევაში მოწოდებაა, რომ დასრულდეს ცილისწამების კამპანიები დამოუკიდებელი მედიის და ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სხვა აქტივისტების წინააღმდეგ. Აი რა დიაგნოზია, როცა ჩვენი ქვეყნის შესახებ ასეთი გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიში ასეთი მძიმე ჩანაწერები გვხვდება და აქვე კიდევ ერთი ხვალ ევროპარლამენტის სხდომაზე, პლენარულ სხდომაზე ველოდებით საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ, ასევე ძალიან ესეთი კრიტიკული ანგარიშის გატანას, ამიტომ ამაზეც ამ კონტექსტში გკითხავთ. Როგორი დღე იქნება თქვენი აზრით ხვალ ბრიუსელში საქართველოსთვის? ქართული ოცნება გვიმტკიცებს, რომ ყველა არის მის წინააღმდეგ, მთელი ცივილიზებული სამყარო. საუბრობდნენ გლობალური ომის პარტიაზე, deep state-ზე, ამ კონსპირაციის თეორიებს ავითარებდნენ რაღაც ევრობიუროკრატიაზე, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ძველი ადმინისტრაცია, ახალი ადმინისტრაცია, ყველა არის თურმე ივანიშვილის წინააღმდეგ, ყველა არის თურმე ქართული ოცნების წინააღმდეგ და ნუ კარგი, ახლა Amnesty International-ი როდესაც ასეთ შეფასებას აკეთებს, იმაზეც ეყოთ უტიფრობა, მე მგონი ვოლსკი გამოვიდა გუშინ და თქვენს რომ ხო, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო. Amnesty International-ი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ ინდობს არც ერთ ხელისუფლებას, არც დემოკრატიულებს სხვათა შორის. და წინა თემაზე, რაზეც ვსაუბრობდით, ხო, ჩვენ გვახსოვს ერთეული შემთხვევა, როცა იყო მართლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდის, მე გაგახსენებთ, ხო, დაიქცა მთელი ამერიკის შეერთებული შტატები და რამხელა ტალღა მოყვა ამ ყველაფერს. აი ეს იყო ერთეული შემთხვევა. აქ, როდესაც საუბარი არის სისტემურ ძალადობაზე, სიძულვილის ენაზე, საუბარი არის დეზინფორმაციაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის Amnesty International-ის აი ამ ანგარიში, რომელიც დაიწყო განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ქვეყანაში ჯერ ერთი თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის აი ამ ბოლო 35 წლის მანძილზე ყველაზე უარეს ნიშნულზე არის დაყვანილი და ამავდროულად 22 წლის შემდეგ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა. ამ ყველაფრის ფონზე ქართული ოცნება ამბობს, რომ არა, ყველა მას ებრძვის სინამდვილეში. რაზე არის იქ საუბარი მანგარიში? ხო, რაზე ჩვენ ოპოზიციური სპექტრი, ჩვენი პარტია, თქვენ თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორი, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურა ივანიშვილმა, თავისუფალი მოქალაქეები, რომლებსაც ტროტუარზე დგომის გამო უშვებენ პატიმრობაში, აი სკროლვა სკრინვის სამმართველო, რომლებსაც აი თურმე აგერ 60 თუ 80 საქმე აქვს უკვე. აი ეს ყველაფერი არის გამოხატულება იმისა, რომ ძირითადი თავისუფლებები, უფლებები, ადამიანის ღირსება, თანასწორობა არაფერს წარმოადგენს ამ ქვეყანაში. დემოკრატიული სივრცე მომსპარია ამ ქვეყანაში, სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს ამ ქვეყანაში. ეს არის ის ძირითადი ღირებულებები, ამავდროულად, რომელიც საფუძვლად უდევს ევროპულ კავშირს, როგორც გაერთიანებას. ამ ღირებულებებზე შეიქმნა ევროპული კავშირი და ახლა ქართული ოცნება ამბობს, რომ ევროკავშირი ჩვენ ვაშანტაჟებს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე დღე იქნება ბრიუსელში ქართული ოცნებისთვის. ხვალ, ისევე როგორც ვიზა ლიბერალიზაციის საფრთხე, შეშერების საფრთხე, ეს არის ძალიან სამწუხარო თითოეული მოქალაქისთვის, მაგრამ 100%-ით ეს გამოიწვია ქართულმა ოცნებამ. ეს არის პრივილეგია იმისთვის, რომ შენ ევროკავშირის ღირებულებებს მინიმალური სტანდარტით მაინც აკმაყოფილებდე. როდესაც შენ ამის ყველაფერს პირისპიროს აკეთებ, მაშინ რჩება მხოლოდ და მხოლოდ ბინძური პროპაგანდა შენი ამომრჩევლების.